მოგესალმებით, ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია გადაცემა კვირის ქრონიკა. მე ნინო ჯიქურაშვილი ვარ. მიმდინარე კვირის განმავლობაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს დღეს გადაცემაში შევაჯამებთ. გუშინ ბორჯომის იუსტიციის სახლის საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. იუსტიციის სახლის რიგით მე-17 ფილიალი ბორჯომში იუსტიციის მინისტრ მათია წულუკიანმა გახსნა. ცერემონიას ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ. დღეიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ადგილობრივებსაც შეეძლებათ. იუსტიციის სახლის რიგით მე-17 ფილიალი იუსტიციის მინისტრ მათია წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ დღეს ბორჯომში ვზეიმობთ ბორჯომელებისათვის რიგით მე-17 ფილიალის იუსტიციის სახლის გახსნას და წარმოუდგენელიც კია, თუ თვალით არ გაქვს ნანახი, რა მძიმე პირობებში მუშაობდნენ ბორჯომში ჩვენი თანამშრომლები და რამდენად მძიმე იყო მომსახურების მიღება ბორჯომის ინფრასტრუქტურაში. ამიტომაც შარშან გადავწყვიტე, რომ ბორჯომელებისთვის ისეთივე ინფრასტრუქტურა მიგვეცა, როგორიც არის ფოთში, ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. ეს შენობა ნულიდან აშენდა, თუმცა ჩვენ პატივი ვეცით ბორჯომის კულტურულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას და პროექტით შევარჩიეთ ზუსტად ისეთი, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას მოსწონს და სურდა. ბორჯომისთვის ეს სახლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბორჯომელებს ვიდრე ეს სახლი აშენდებოდა და გაიხსნებოდა, სად უწევდათ სიარული და რამდენად რთული იყო მათთვის ამ სერვისის მიღება. ამიტომ ეს სახლი არა მარტო ლამაზია და გამორჩეულია და უხდება ძალიან ბორჯომს, არამედ თავისი შინაარსი და იმ სერვისების სიმრავლით, რაც აქვს იუსტიციის სახლს, იქნება ყოველი ბორჯომელისთვის მე ვფიქრობ საუკეთესო საჩუქარი. ეს არის საოცრად სასიამოვნო გარემო, როდესაც ჩვენ შეგიძლია ყველა სამოქალაქო პროცედურა ძალიან სასიამოვნო გარემოში გაიარო, ამიტომ ულოცავ ყველა ბორჯომელს. სამსახურები, რომელიც იუსტიციის სისტემაში შედიან, ჩვენთან იყვნენ ქალაქში გაბნეულები და ყველას ჰქონდა ძალიან ცუდი პირობები მუშაობის და ცუდი პირობებიდან გამომდინარე, ბუნებრივია ისინი კარგ მომსახურებას ვერ გაუწევდნენ მოსახლეობას და ზოგადად იუსტიციის სისტემა ემსახურება იმას, რომ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დახმარება მათთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტის თვალსაზრისით, ამიტომ კომფორტი იუსტიციის სისტემის თანამშრომლების და მომსახურეობის მწყობრი და თანამდებობრივი სისტემა არის სწორედ იმისი წინაპირობა, რომ ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ძალიან კარგ სერვისს ყველა იმ მიმართულებით, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი. როგორც იუსტიციის სახლის მენეჯერმა განაცხადა, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზებენ. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ბორჯომში მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი. ორშაბათიდან უკვე ბორჯომის მოსახლეობას და არა მარტო დამსვენებელსაც ექნება საშუალება მოვიდეს ჩვენთან და მიიღოს 300-ზე მეტი სახელმწიფო მომსახურება ერთ სივრცეში. როგორც საჯარო რეესტრის სერვისები, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისები, მომავალში უკვე ახსნების ეროვნული ბიუროს სერვისები, ფონების მართვის სერვისები, სახელმწიფო ფონების მართვის სერვისები და ასე შემდეგ. ასე რომ გელოდებით ყველას მოგძანდით ორშაბათს უკვე გელოდებათ ბორჯომის იუსტიციის სახლი. პირველ რიგში ყველას ულოცავ, ყველა ბორჯომელს, ბორჯომში ჩამოსულ ყველა სტუმარს, დამსვენებელს, ვისაც გულით გაეხარდა და დარწმუნებული ვარ, ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომ ბორჯომში ვინც კი ჩამოვა, დარწმუნებული ვარ, ყველა მოვა დიდი სიხარულით, ვინაიდან მართლაც იმსახურებდა ჩვენი ქალაქი ასეთ შენობას. ბორჯომის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 8 საათიდან დაიწყო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას ადგილობრივები და ბორჯომის სტუმრებიც დაესწრნენ. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია ყვავილების ინსტალაციით იყო მორთული. გაიმართა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდისა და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით. საღამო ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.
ბორჯომში რეინჯერებსა და სატყეოს თანამშრომლებზე გახშირებული თავდასხმის ფაქტებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. ბოლო ფაქტი ბანიხევში მოხდა. აქ ერთმანეთს ადგილობრივი მცხოვრები და ეროვნული პარკის რეინჯერები დაუპირისპირდნენ. ბანიხევში მცხოვრები მამუკა გოგოლაძე ინციდენტს რეინჯერებთან ასე აღწერს. ბაღში ნაკოჩი მუშაობდა. ამოვიდა რეინჯერები, თავის საქმე გააკეთეს, რაღაცა იყო. კომოტრიალი წამოვიდა. მე გავჩერდი 1-2 საათი, მე კომოტრიალი წამოვედი ჩემი მანქანით. მოვედი აგერ სოფლის შუაგულ სოფელში, შევხვდა 3 მაგათი მანქანა. ასეთი ხიდია და გადავედი ხიდზე შევაყენე და გავატარე. არ გადიან. რა გინდათ, მანქანა ვესაუბრებთ ერთმანეთს, ის იქიდან მე აქედან. მანქანა მოგავჭრიგოთ. რატო საფუძველია? ვერაფერი ვერ მიცეს. არა, უნდა გავჭრიგო. მანქანა არ გავაჭრიგია, მეუბნება არ მივიცი. დავქუქე ჩემი მანქანა, წავედი 1-20 მეტრაში მოვტრიალი და მოვდიოდი და ამ დროს შევამიყენეს და მოგვიხდა შეხლა შემოხლა. ლევან თაბუნიძე ამბობს, რომ აღნიშნული პიროვნება ხის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე მათი მხრიდან არაერთხელ იქნა გამოვლენილი. მომხდარი ინციდენტის ქრონოლოგიაზე კი თაბუნიძე განსხვავებულად საუბრობს. ფოტოხაფანგის მეშვეობით მოვიდა ფოტო, როდესაც თავისი სამარშრუტო ტაქსით და აღნიშნულ სამარშრუტო ტაქსის ადამიანი იყენებს ხის ტრანსპორტირებისთვის და არაერთხელ ყოფილა დაჯარიმებული ამის გამო და შემდეგ მოხდა გასვლა ადამიანების. ორი თანამშრომელი გავიდა, კონკრეტულად რეზო ქიმაძე და ერთ-ერთი ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი ჯონი კევლიშვილი, და როდესაც დაინახეს ეს ადამიანი ხარით ათრევდა ხეებს. ამასობაში როდესაც შევიდნენ სოფელში მოხდა ზარის განხორციელება და ამ ადამიანად ჩახსნა ხეები, უკვე მაგრამ ესეც დაადგნენ თავზე. შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმი, რითაც ამ ადამიანმა ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა და შესაბამისად უკანონო ხის ჩაბარებაზეც უარი განაცხადა, თუმცა დაიწერა საველე აქტი, ჩვეულებრივად წამოვიდნენ თანამშრომლები. იმის გამო რომ ხე იყო უკანონოდ მოპოვებული, არსებობდა დიდი შანსი რომ მოეპარათ ეს ჩამორთმეული ქონება, სახელმწიფო ქონება, რადგან სანამ მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში ეს ქონება, სასამართლო პროცესია და ამას აქვს თავისი პროცედურები. მოხდა ჩვენი თანამშრომლების მიერ 3 მანქანით გადაადგილება, რომ აღნიშნული უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადმოეტანათ უსაფრთხო ადგილზე. სწორედ ამ დროს შეხვდა ეს მანქანები ერთმანეთს და შესაბამისად დიდი ეჭვი არსებობდა ალბათობა იმისა, რომ მოქონდა ეს ხე. ჩვენ პირდაპირ გვიწერია ჩვენს უფლება მოვალეობებში, რომ გვაქვს დათვალიერების უფლება. სწორედ ეს მოხდა ჩვენი თანამშრომლების მხრიდან. დათვალიერების მცდელობას ხმაური მოჰყვა. ინციდენტის შედეგად დაზიანდა როგორც გოგოლაძის, ისე რეინჯერების მანქანები. მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. სოფლის ბოლოში მოატრიალა უცებ მანქანა და ჯერ ერთი მანქანა დააზიანა და შემდეგ მეორე მანქანა დააზიანა. შემდეგ მეორე მანქანასთან უკვე რომ დააზიანა, დაიწყო ინციდენტი, რასაც მოყვა სიტყვიერი და ფიზიკური ასე რომ ვთქვათ, ძალადობა. დავეჯახეთ ერთმანეთს, მერე მოგვივიდა მაშინ ფიზიკურის მოგვივიდა და ეს საბაჭკობია. ბანიხევში ადგილობრივები იმაზეც საუბრობენ, რომ მათ ტყიდან მხოლოდ 5 კუბური მეტრის აშშ მერქნის გამოტანის უფლება აქვთ, რაც ზამთარში გასათბობად არ ყოფნით, ხის უკანონო მოპოვების ფაქტებიც ამიტომ ხდება. ვაძებ 7 კუბა მეცას მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული და ის რომ დღეს ივნისია ფაქტიურად და შეშა გასათბობად არავის ჭირდება, ესეც ფაქტია. შესაბამისად აღნიშნული მოპოვება სურდა იმის გამო, რომ არალეგალურად მოეხმარა და გაიყიდა შემდეგ ეს მოპოვებული მასალა. საქმე აღძრულია, მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ ჯერა რომ სამართალდარღვევები კანონის წინაშე უკაცრად დაიჭებიან. მე ვფიქრობ, რომ ცოტა კანონით უნდა გამკაცრდეს, ჩემის აზრით, რომ ადამიანმა იგრძნოს ის კანონის სიმკაცე და პასუხისგებლობა. დაახლოებით 2 თვეში ბორჯომში თევზის გადამამუშავებელი მინის საწარმო გაიხსნება. საწარმო ზორეთის საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ამოქმედდება და დღეში დაახლოებით 100 კილოგრამ თევზს გადაამუშავებს. გადამუშავებაში კალმახი შებოლვა, სპეციალურ შოკმაცივრებში გაყინვა და ვაკუუმში დამუშავება შეფუთვა იგულისხმება. ეს შენობა ზორეთის საკალმახე მეურნეობაში მალე ამოქმედდება. აქ რეგიონში პირველი თევზის გადამამუშავებელი მინი საამქრო ზაფხულის ბოლოს დაიწყებს მუშაობას. პროექტს ამერიკული მხარე აფინანსებს. იმისათვის რომ თევზი გადაამუშავონ შესაბამისი სპეცაპარატურა უკვე შეძენილია. პროექტი თანადაფინანსებას ითვალისწინებს. 70%-ს ქართული მხარე, კონკრეტულად კი თვითონ მეწარმე აფინანსებს. 30%-იან დაფინანსებას კი ამერიკული მხარე იღებს საკუთარ თავზე. 30%-ში ვიყიდეს ყველანაირი ტექნიკა თუ კი რამე ჭირდება თევზის გადამუშავებას. დღევანდელი სურსათის უნებლობის სტანდარტები რასაც მოითხოვს
მაგ პირობებიდან გამომდინარე, ჩვენ ავაგეთ ეს შენობა, რომელიც არის სენდვიჩ პანელით შესრულებული და რომელიც არის დღევანდელ სტანდარტებს აკმაყოფილებს. გადამუშავება გულისხმობს თევზის ცივ და ცხელ შებოლვას, ასევე მის ვაკუუმში დამუშავებას, შეფუთვას და რეალიზაციას. ჩვენ უნდა გადავამუშავოთ ქართული თევზი. აქ რა თქმა უნდა, ჩვენი მეურნეობა საკალმახია და რა თქმა უნდა, კალმახის გადამუშავება პირველ რიგში იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი რეგიონი საკმაოდ მდიდარი არის ტბებით და მდინარეების რესურსებით. აქედან გამომდინარე, გვინდა ამ ტბებიდან შევიძინოთ თევზი, რომელიც თევზსაც გადავამუშავებთ. ქართული კალმახი, რომლის გადამუშავებასაც გეგმავენ აქვე, ზორეთის საკალმახე მეურნეობაში, ამ 14 აუზშია. შპს ზორეთი უკვე 20 წელია არსებობს. ამ პატარა მოცულობის აუზებში კი ლიფსიტები არიან. ისინი ჯერ ჭამას სწავლობენ. ეს მოწყობილობა კი ლიფსიტებს 3 სხვადასხვა ფრაქციად ახარისხებს. დასახარისხებელი ძალიან კარგი მოწყობილობაც გვიყიდეს ამერიკელებმა. ერთი ესე იგი ერთი ჩაყრით 3 განყოფილება აქვს და 3 ფრაქციის თევზი გამოდის. რა წარმოების პროცესს ძალიან აადვილებს. ამ 14 აუზის გარდა მიმდინარე ზაფხულში ჯერ უმოქმედო 11 აუზის რეაბილიტაცია და თევზით შევსებაც იგეგმება. აუზები მთლიანად მდინარის წყლით ივსება. ჩვენი პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, ჩვენ არანაირ დანამატებს არ მოვიხმართ საკვებში. მაგალითად, უკვე ამერიკაში აიგზავნათ ბევრი ისეთი პრეპარატის მიცემა თევზზე, რომელიც ჩვენ საერთოდ არც მიგვიწია და არც გაგვიგია მაგ პრეპარატების შესახებ. ჩვენი წყალი არ ბინძურდება, არ იმღვრევა, აგერ გაზაფხულია და დავიაროთ მდინარეები. დიახ, მდინარის ეს არის ზორეთულა, რომელიც ძალიან კარგი თვისებების წყალი არის. ხარისხიანი წყალი და ეკოლოგიურად სუფთა თევზი. ახლა ზორეთის მეურნეობას ის გადარჩენია ჰოლანდიიდან მოწვეულ სპეციალისტს დაელოდოს, ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად და გადამამუშავებელი საწარმოს ასამუშავებლად. პირველ ეტაპზე ფიქრობენ, რომ ადგილობრივ ბაზარს დააკმაყოფილებენ. სამომავლოდ კი ექსპორტსაც არ გამორიცხავენ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბორჯომში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. მთავარი ღონისძიება ქალაქის ცენტრში დღის 12 საათზე დაიწყო. მოეწყო ბალერინების შოუ, ფეისარტი, თეატრალიზებული წარმოდგენა და ფლეშმობი. საზეიმო განწყობა ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა. მოეწყო ასე ვთქვათ, თეატრალიზებული წარმოდგენა, პატარა ბალერინების კონცერტი. ეს არიან მოწვეული ეს პატარები ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან და ჩვენი კულტურის და ხელოვნების ცენტრის ანსამბლმა მოაწყო ფლეშმობი. აქვე ყავდა მოყვანილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომლებისთვისაც იყო სპეციალური პროგრამა, მათ დახატეს, გააფერადეს, გამოჭრეს, იმხიარულეს, ითამაშეს, მათ გადაეცათ მცირე საჩუქრები. მინდა რომ ჩვენი ბავშვები საქართველოს ყოველთვის დასულები იყვნენ, ბედნიერები იყვნენ და გაბრწყინებულები. საზეიმო განწყობა ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა. დღევანდელი ღონისძიებები იყო ძალიან კარგი, ძალიან გავერთე და უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ნინოობას და ყველა ბავშვებს ვილოცავ ბავშვთა დაცვის დღეს. ძალიან მოხარული ვარ, ძალიან სახალისო იყო ყველაფერი. ჩვენც დიდებმაც ძალიან კარგად ვიხალისეთ და ბავშვებზე მეტად ჩვენ უფრო გავერთეთ ამ დადგმებით. ქალაქის ცენტრიდან ღონისძიებამ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გადაინაცვლა, სადაც მაყურებლის წინაშე საბავშვო ბაღების პატარა აღსაზრდელები ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღების წარმატებული აღსაზრდელები დაჯილდოვდნენ. ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში საკურორტო სეზონი 1 ივნის ოფიციალურად გაიხსნა. ზაფხულის სეზონის გახსნასთან და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად 1 ივნის ატრაქციონები ბავშვებისთვის უფასო იყო. პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა და საკურორტო სეზონისათვის დაგეგმილი სიახლეები ნახეთ სიუჟეტში. გვექნება ძალიან მალე ღია სცენა, სადაც შევეცდებით ყოველ საღამოს ვინცეთ წარმოდგენები, კონცერტები, დაუმატოთ შოუს ელემენტები ჩვენ ლამას პარკს.
პარკში ამ დროისთვის აქ არსებული 8 ატრაქციონიდან 7 მუშაობს. გასული წლების მსგავსად წელსაც ტერიტორიაზე შესვლა 50 თეთრი ეღირება. პარალელურად ამოქმედდა საბარათე სისტემა. 8 წლამდე ბავშვები არის უფასო. პლუს ამას შეშემ პირებისთვის არის უფასო შემოსვლა. გაიმართა ბარათების სისტემა, დაიტესტა. დღეს ახლა უბრალოდ თავისუფალია ყველგან და დღეს ბარათები არ მუშაობს, თორე ხვალიდან იქნება ბარათების სისტემა. შემომსვლელი შეიძენს ბარათს, დარიცხავს ზედ სასტუმრო თანხას და ამ ერთი ბარათით ნებისმიერ ატრაქციონზე ისარგებლებს. და შემოსასვლელშიც ამ ბარათს შემოსასვლელშიც რა თქმა უნდა. ბარათების პარალელურად ნებისმიერ მსურველს თანხის სალაროში გადახდაც შეეძლება. პარკის შესასვლელში ასევე ინტერნეტით სარგებლობაც არის შესაძლებელი. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბორჯომში 230-მდე წარმატებული მოსწავლე და პედაგოგი დაჯილდოვდა. ამ დღეს მიეძღვნა გალა კონცერტი ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით. ღონისძიება ბავშვთა ფედერაციისა და ფონდის ჩვენი ბორჯომისათვის ეგიდით დაახლოებით 20 წელია ტარდება. მისი მხარდამჭერია კომპანია IDS ბორჯომი საქართველო. ჯილდოვდებიან ბავშვები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა შემოქმედებით კონფერენციებში, კონკურსებში, ინტელექტუალურ თამაშებში, ჩემპიონატში სპორტის. ყველა ბავშვს ამახსოვროთ, უკვე დაახლოებით 10 წელია ჩვენ ჩუქნით წიგნებს, იმიტომ რომ ჩვენთვის განათლებული მომავალი არის მეტად მნიშვნელოვანი. გავყავით ჩვენ ეს დაჯილდოების ცერემონია და 15-ში ჩვენ გვექნება უკვე 200 ბავშვს გადავცემთ სერტიფიკატებს, ვინც გაიარა სასწავლო კურსი ჩვენს ცენტრში. ძალიან სასიამოვნო და ძალიან საინტერესო დღე არის. იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი აღნიშვნა ესეთი დღეების თითქმის 20 წელიწადია გრძელდება ბორჯომში და ამ ხნის განმავლობაში მრავალმა მოსწავლემ, მრავალმა წარმატებულმა ადამიანმა გაიარა ჩვენს ხელში. და მინდა მიულოცო მათ ეს დღევანდელი დღე და მრავალ ესეთი დღე გქონოდეს ზოგადად ბორჯომში და საერთოდ ბორჯომის რეგიონში. ბორჯომის განვითარების ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ი ბორჯომში საგრანტო პროგრამას აცხადებს. აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის განაცხადების მიღება 1 ივნისიდან დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. განაცხადების შეფასებასა და შერჩევას ბორჯომის განვითარების ჯგუფი განახორციელებს, რომელიც ბორჯომში მცხოვრების სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული. სოფლის განვითარების პროგრამა, ესე ქვია პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადად ბორჯომის განვითარებას. შემუშავებულია სტრატეგიული გეგმა ლაგის წევრების მიერ 6-თვიანი მუშაობის პროცესის შედეგად. ეს პროგრამა დევს ვებგვერდზე ბორჯომი ლაგჯიზე. იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღოს, სწორედ ამ ვებგვერდს უნდა ესტუმროს და განაცხადის ონლაინ ფორმა შეავსოს. ვინც შეავსებს ამ აპლიკაციას თანადაფინანსება 40% არის ბიზნესზე და ბიზნესის წარმომადგენლებზე, ასევე 40%-ია თვითმმართველობაზე და სამთავრობო უწყებებზე, 25% არის კოოპერატივებზე, რადგან დღესდღეობით პრიორიტეტია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და კოოპერატივების ხელშეწყობა და პროექტმაც გაითვალისწინა საქართველოს სტრატეგია და ამიტომ არის 25% კოოპერატივებზე, 10% არის ადგილობრივ სათემო ჯგუფებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ფიზიკურ პირებზე. მინიმალური რაოდენობა არის 2500 ლარი, მაქსიმალური რაოდენობა არის 150.000 ლარი, რაც განსაკუთრებულ შემთხვევაში გაიცემა და საშუალო არის 50.000 ლარი. ინტელექტუალური თამაშების რასად როდის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული ბაკურიანის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მათ საჩუქრად გარდამავალი ბუსქანდაკება გადაეცათ. დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდებიც. გამარჯვებისთვის ფინალში 9 გუნდი იბრძოდა. გუნდს პრინციპი მდგომარეობს შემდეგში, რომ გუნდი, რომელიც მოიგებს ამ ჩემპიონატს თელი სეზონის განმავლობაში, უბრალოდ უახლოეს სეზონის განმავლობაში, იქნება მართლობელობაში. შემდეგ სეზონზე მოიტანენ ამ გუნდს, დადებენ და იბრძოლებენ ჩემპიონობისათვის. ეს გახლავთ გარდამავალი ბუ. ამავდროულად პირველ ადგილზე გასულ გუნდს, ანუ მოაზროვნე გუნდს, რომელიც მოიგებს ამ გუნდს, გადაეცემა წიგნები და სხვადასხვა პრიზები, რომელიც ბუნებრივია ამ ორგანიზატორების მიერ არის შეძენილი მათთვის. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებსაც ნამდვილად გადაეცემა შესაბამისი საშუქრები, ხოლო დანარჩენ გუნდებს, რომელიც თქვა ვერ მოხდებიან პირველ სამეულში, ბუნებრივია სიგელები აუცილებლად გადაეცემათ.
სამივნის ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის თეატრალურმა სტუდია თეატრონმა სპექტაკლის პრემიერა გამართა. აკაკი წერეთლის პიესის ბუტიაობის მიხედვით დადგმულმა სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიებას ორგანიზება ბორჯომის ბავშვთა ფედერაციამ და ფონდმა ჩვენი ბორჯომისათვის გაუწიეს. მხარდამჭერი კი AIDS ბორჯომი საქართველო იყო. ჩვენ ორი თვით სამ სპექტაკლზე მუშაობთ, ეს არის წერეთის ბუტიაობა, ვოდევილი, ჩემ ერთ-ერთი საყვარელი პიესაა, ძალიან მიყვარს. ძალიან დიდი ხანია ამის დადგმის სურვილი მქონდა და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა, რომ მივიყვანეთ ეს სპექტაკლი ბოლომდე, ამის განხორციელებაში ვინც დაგვიდგა გვერდში, ყველა ორგანიზატორს, თეატრის ხელმძღვანელობას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იქნება მათ ცხოვრებაში და დღევანდელი დღეა დღესასწაული. ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით ბორჯომს აჭარელი პოეტები როინ აბუსელიძე, გენრი დოლიძე და არჩილ ბერიძე ესტუმრნენ. პოეტებმა ბორჯომელ მკითხველს საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს. პოეზიის საღამოს დასრულების შემდეგ წიგნების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. ძალიან კარგი პუბლიკა დაგვხვდა, პირველად არა ვართ, მაგრამ დღევანდელმა საღამომ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან საინტერესო იყო, ყოველთვის გვიხარია, როდესაც ჩვენი ლექსების მოყვარული, ჩვენი მკითხველი საზოგადოება გვხვდება სხვადასხვა ქალაქში და უფრო კარგად იგრძნობა ხოლმე სხვადასხვა კუთხეების სიყვარული და ამ დღევანდელი საღამოთი კიდევ დაახლოვდა ჩვენი კუთხე აჭარა და ჩვენი კუთხე ბორჯომის ხეობა, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს და ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. დღეს საზოგადოებას წარუდგინეთ ჩვენი ახალი და ძველი ლექსები. ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის ლიზიკოს ზღაპრის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ალფონს დოდეს პიესის ძია სეგანის თხის მიხედვით დაიდგა. მსახიობები სპექტაკლზე 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. თვითონ ნაწარმოები არის ალფონს დოდეს ფრანგი მწერალის და ესეთი სერიოზული მწერალის და ძალიან კაი მწერალის ნაწარმოები. ოდი ცოტა სხვანაირად არის, ცოტა სხვან და გადაკეთდა ეს ამბავი და უფრო ჩვენ ამბავს მოერგო. ყოველ შემთხვევაში პაპა თხადა მგელი დარჩა. იქაც ზუსტად ექსამი. ოღონდ უკეთილად და ესე დავამთავრეთ. ახლა ბავშვებისთვის სპექტაკლია და საბავშვო თეატრია. თოჯინები გააკეთეს ბენო ჯიჯიაშვილმა და ნინო ნამიჭოიშვილმა თოჯინები და დეკორაციები. ასეთი იყო მიმდინარე კვირის აქტუალური მოვლენები. შეგახსენებთ, რომ გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.